ტერმინების აღრევას ყველა ხელისუფალი რომ თავის გაიგივებას აკეთებს სახელმწიფოს და სახელმწიფოს გაიგივებას აკეთებს ქვეყანასთან იყენებს იმისთვის რომ ასე ვთქვათ უფრო ფართოდ გამოიყენოს თავისი უფლებები ჩვენს წინააღმდეგ უზურპაცია მოახდინოს ძალაუფლებას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რომ განსხვავდება ერთმანეთისგან ის ქვეყანა ვერასოდეს ვერ იქნება და მოცემული წარმომადგენელი პირი ხელისუფალი ვერასოდეს სახელმწიფო ვერ იქნება თვითონ. უბრალოდ ის სახელმწიფოს განაგებს მოცემულ მომენტში და აი წეღარო თქვი ახალი ტერმინი შევქმნათ მეთქი ვითომ მე აი როგორც ადვოკატი არის ვითომ მე ხელისუფლებაც ასევე არის ვითომ სახელმწიფო აი ეს უნდა დავიმახსოვროთ და გავიგოთ რა ხელისუფლება არ არის სახელმწიფო ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფოს და ის არის ვითომ სახელმწიფო ხო ეხლა ვითომ არა ძალიან უარყოფითი გაგებით, არამედ ნუ კვაზი სახელმწიფო. ხო, თულია უფრო მასე უფრო ვართულებთ. ვითომ სახელმწიფო. ერთ სიტყვით ჩვენი მიზანი ახლა შეიძლება იყოს თუ დაუშვათ არ მოგწოს დღევანდელი მართლობა და ვითარება ქვეყანა, შეიძლება გვინდოდეს უბრალოდ ხელისუფლების შეცვლა, ან შეიძლება გვინდოდეს სახელმწიფო ფორმის მართლობის შეცვლა. და წარმოსაჩენია და წარმოსაწევია წინა პლანზე ის თუ ჩვენ რა გვინდა. ქვეყნის შეცვლა რო არ გვინდა გასაგებია ჩვენ ქვეყანას არც ერთი არ გავიმეტებთ. ჩვენ ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ შევცვლით. ქვეყანას ვერ შევცვლით. სახელმწიფოს შეცვლა შეგვიძლია. ახლა ისტორიულად ბევრი ქვეყანა არსებულა და განადგურებულა როგორც ქვეყანა აღარ არსებობს, მაგრამ იდეაში აპარაკი მიდის სახელმწიფოს და ხელისუფლების ცვლილებაზე და ხო არის საუბარი რომ გადავიდეთ მონარქიაზე, კონსტიტუციურ მონარქიაზე და ასე შემდეგ ამაზეც არის ხო თუ კარგი ხელისუფალია სიტყვაზე შეიძლება სახელმწიფო შეიცვალოს, მაგრამ ხელისუფალი იგივეც დარჩეს რა პრობლემაა.